გამარჯობათ. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ფინანსები. ფინანსების თემასთან დაკავშირებით ვნახავთ უშუალოდ უახლოეს პერიოდში როგორ იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ, სურვილისამებრ არხის გამოწეროთ, რომ სიახლეები არ გამოდაოთ. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის, Instagram-ის გვერდზე, ან შეგიძლიათ WhatsApp-ზე მომწეროთ 551112868, სურვილისამებრ. მასშესაბამი ვნახოთ ზოგადად ფინანსები უახლოეს პერიოდში როგორ იქნება თქვენთვის. ეს ვიდეო არის მათთვის, ვისაც უშვენებს. პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ სამყაროსგან არ იქნება ერთგვარი გაწერვის პოზიცია, როგორც არ უნდა რაღაცა მომენტში უკმაყოფილების თემა გქონდეს, ან ფინანსურად რაღაც ისე ვერ იყოს სიტუაციურად და ხედავდე, რომ რაღაცა დაულაგებელი პოზიციები არის, უახლოეს პერიოდში მიჩვენებს, რომ აი ეს პოზიცია და ეს მდგომარეობა გამოვა ნელ-ნელა სირთულის მდგომარეობიდან. შეგეცვლება უკეთესი სიტუაციების კუთხით, ხო, მდგომარეობა, შეიძლება უკეთესი ფონი ესე ვიტყოდი. ხო, ერთადერთი მომენტი აქ რაც არის გასათვალისწინებელი, რაღაცა მომენტში ზედმეტად ხარ ორიენტირებული იმაზე, რომ აი ისეთ შევეჭედებ ამ ჩება, რომ ოჯახი. მესმის ყველასთვის მნიშვნელოვანი არის ოჯახი, უმეტესობისთვის მაინც ესე ვიტყოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ხარჯი არის ოჯახურ სიტუაციაში. თითქოს საკუთარი თავისთვის აღარ გრჩება დრო და რესურსი სიტუაციური კუთხით. მეტად გააკონტროლე შენი, ასე ვთქვათ, შინაგანი დამოუკიდებლობა გარშემოყოფებთან მიმართებაში. ეს იქნება ზოგადად ოჯახის წევრები, იქნება ნათესავი და ქალიც მაკაცი. თითქოს რაღაცა მომენტში ამ შენ ფინანსურ ენერგიას პირდაპირ მნიშვნელობით გიჭამენ სიტუაციურად, ხო? ეცადე რომ საკუთარი საზღვრები დააწესო ფინანსებთან მიმართებაში მაქსიმალურად დაიყვანე, ასე ვთქვათ, უარის პოზიცია, ეცადე რომ ფულის გასესხების თემები გვერდზე გადადო, ან სისხების სიტუაციები, იმიტომ რომ ყოველთვის გახსოვდეთ, როდესაც არის ფული გასესხებული, ან სხვასთან გაქვთ მიცემული, ან თქვენ გაქვთ გამორთმეული, ეს არის ყოველთვის მინუსის მდგომარეობა. შესაბამისად, ხართ მინუსის მდგომარეობაში და ძირითადი ეს ფინანსური ენერგია მიდის ამ მინუსის პოზიციაში. მესმის კრიზისიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს 1000-ში ერთხელ რაღაცები, მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად დააბალანსოთ ფინანსური თემები სიტუაციურად, ხო, ვალის სიტუაციებს ესე ვიტყოდი. მთლიანობაში ყველაფრის მიუხედავად უახლოეს პერიოდში როგორი სიტუაციები გექნება, აი ეს სანერვიულო სიტუაციები ნელ-ნელა უკვე იხურება და პირდაპირ ბედისწერის ბორბალი, როგორც შენ სასარგებლოდ დატრიალებული სიტუაციები. უკეთესი მდგომარეობა გაიქნება. ზოგადად რჩევა შენთვის ფინანსებთან დაკავშირებით როგორი არის? პირდაპირ ამოვიდა ტუზი. ეცადეთ, რომ მეტად იყო ორიენტირებული იმაზე, საიდან შეიძლება შემოვიდეს ფინანსები. ნახე, რეალურად ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ადამიანი ხარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თითქოს ვერ რისკავ და არ რისკავ სიტუაციურად და არ ღებულობ იმ გადაწყვეტილებას, რამაც შეიძლება რომ შენი ფინანსური მდგომარეობა შეცვალოს, ხო? დაიწყე ახალი ხელსაქმიანობა, დაიწყე ახალი სამსახურის თემა, გინდა ცვლილება სამსახურის კუთხით შეცვალე, მოიძიე ახალი სამსახური. ანუ შესაძლებლობები არის უსაზღვრო. თავარი არის, რომ რისკის პოზიცია ვიყოთ, ეს უნდა იყოს კონკრეტულად რისკი, რომელსაც განახორციელებ, გააზრებული და არა ის, რომ მე დღეს აღარ მინდა ეს და წავიდე და ჯერ ნაშოვნი არ მაქვს რაიმე საქმიანობა ახალი, ისევ საერთოდ შევეშვა, ხო? პრინციპს მივხვდით, რასაც ვამბობ. ასე რომ, უახლოეს პერიოდში ფინანსური თემები გისტაბილურდება, ორივე მხარეზე სტაბილურობა ამოვიდა, უკეთესი მდგომარეობა გექნება, უბრალოდ შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, გჭირდება მეტი რისკის პოზიცია და ალტერნატიული გზების მონახვა. თითქოს შენ შემთხვევაში ხარ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია არასტანდარტული კუთხით მიიღოს ფინანსები. მაგალითად, ზოგი თუ წავა სამუშაოზე და იმუშავებს, შეიძლება შენ არჩიო ხელსაქმის მდგომარეობა, ხელით აკეთო რაიმე, ან თუნდაც საკუთარი შექმნა რამე. პრინციპს მივხვდი, ხო, თემა არის, რომ უახლოეს პერიოდში საკმაოდ კარგ სიტუაციებზე გადიხარ და გამოდიხარ კრიზისური მდგომარეობიდან, თავარი არის საკუთარი თავის მეტი, ასე ვთქვათ, რწმენა და რეალობის შეცვლისკენ სურვილი, რომ შეცვალო რეალობა. გისურვებთ წარმატებას, ნახვამდის.